გვაქვს ასეთი რაღაცა. M მასზე და 2M მასის ძელაკები გადამულია ძაფით და მოთავსებულია ჰორიზონტალურ ზედაპირზე. მარჯვენა ძელაკს მოსდევს ჰორიზონტალურად მიმართული ძალა, რომლის მოდულია F. თავდაპირველად უგულებელ ყავით ხახუნი და გამოტვალეთ სისტემის აჩქარება. რადგან ეს სხეულები ძაფით არიან გადაბმული, ამიტომ ეს ორი სხეული ძაფით არის გადაბმული, ესე იგი მოძრაობენ როგორც ერთიანი სისტემა. ანუ პირველი შეკითხვა ერთიანი სისტემა, ავიღოთ x ღერძი, რომელიმე აი ამ მიმართულებით x ღერძი, ეს არის y, ანუ სხეულები მოძრაობენ ერთი მიმართულებით გადაბმულად. დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. ამ x-ის მიმართულებით გვაქვს მხოლოდ აი ეს ერთი f ძალა, ხო? f ძალა უდრის უკვე ნიუტონის ემას, მაგრამ ამ m-ში მოიაზრება ესეც m პატარაც და 2m-იც, ანუ m-ს პლუს 2m გამრავლებული ასე. A უდრის F-ი შეფარდებული 3m-დან. ახლა აქ ჩვენ დავწერეთ ანუ ნიუტონის მეორე კანონი. აქ E დაჭიმულობები არ გვიგულისხმობს, გადაბმულ სხეულებზე არის საუბარი, მაშინ მთლიანად სისტემისათვის თუ დავწერთ ნიუტონის მეორე კანონს, ამ შემთხვევაში T დაჭიმულობის ძალები გათილდება და შეგვიძლია თავიდანვე არ დავწეროთ. ახლა მეორე კითხვა, ძაფის დაჭიმულობის ძალას ვეკითხებიან. ძაფის დაჭიმულობის ძალა ამ შემთხვევაში აღინიშნება ამ ორ სხეულს შორის, ხო? M მასისა და 2M მასის სხეულს შორის. M მასის სხეული თავის მხრივ ქმნის Tm დაჭიმულობას, ხოლო 2M მასის სხეული ქმნის T2M დაჭიმულობას, მაგრამ მათ შორის დაჭიმულობის ძალა ტოლია Tm უდრის T2M-ს და უდრის T დაჭიმულობას. ახლა ჩვენ T დაჭიმულობას შეგვიძლია გამოვთვალოთ M მასის სხეულიდან ან 2M მასის სხეულიდან, მაგრამ ყოველთვის უმჯობესია გამოვთვალოთ იმ სხეულიდან, რომელზედაც უფრო ნაკლები ძალაა მოდებული. ამ შემთხვევაში M მასის სხეულზე არის ნაკლები ძალა მოდებული. წერთ, ხო, x-ის მხარე ძალები, x-ის მხარეს Tm ძალა, იგივე T ძალაა მიმართული. T უდრის M-ს, ხო? მეტი არ გვაქვს აღარაფერი. მაგრამ არას უდრის, ეს უდრის M ჯერ აუდრის F-ი შეფარდებული 3m, ხო? M-ები შეგვიკვეცდა და დაგვჭა F-ი შეფარდებული 3-დან. ეს A. ახლა იგივე დაჭიმულობის ძალა აი ამ 2M მასის სხეულით, ხო? 2M მასის სხეულით გამოთვლას რო დავიწყებ, ხო? გვექნება ამ მიმართულებით x-ის მხარეს გვაქვს F-ი მინუს T2M-ი დაჭიმულობა, ხო? აქ ექენ იგივე T დაჭიმულობა მინუს T უდრის 2M-ს. ეხლა T უდრის, აქ გადავიტანო და დავრჩება F-ს მინუს 2M-ა. ეს უდრის F-ს მინუს 2M ჯერ. აჩქარების მნიშვნელობა პირველი დროებიდან გამოვთვალეთ და ჩავსვათ აქ. პირველი მაგალითია, ხო, F შეფარდებული 3m-დან. F შეფარდებული 3m-დან. ეს უდრის. M-ები შემოგვეცდება და დავრჩება F-ს მინუს F მე-3. გავაერთმშველია 3F მინუს 2F. საბოლოოდ დავრჩა F ნახევარი. პირველი სხეულიდან M მასის სხეულიდან იქაც მივიღეთ და 2M მასის სხეულიდან რო გავუმთავრეთ, იქაც მივიღეთ F მე-13 დაჭიმულობა. ეს მანძილის გავლისა სისტემის მიერ შეძენილი კინეტიკური ენერგია. ამუშავება ტოლია დელტა E კინეტიკურის, ანუ კინეტიკური ენერგიის ცვლილების ამას უდრის E კინეტიკურ 2-ს მინუს E კინეტიკურ 1. მაგრამ პირველად სხეული უძრავია და მერე იწყებს მოძრაობას, ესე იგი E კინეტიკურ 1 არ მაქვს. საბოლოოდ გამოდის, რომ ამ მუშაობა უდრის უკვე ანუ E კინეტიკურს 2-ს, ხო? ანუ კინეტიკურ ენერგიას უდრის. ესე იგი ანუ E კინეტიკურს მეორე ამ მუშაობა აქ ამ მუშაობა რას უდრის? F-ი გამრავლებული ეს და საბოლოოდ E კინეტიკური უდრის F-ს, ხო? მივიღეთ. ეხლა მეოთხე შეკითხვა. ახლა ჩათვალეთ, რომ ძელაკებსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია μ და გამოთვალეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა. განიხილეთ შესაძლო შემთხვევები, თავისუფალი ვარდის აჩქარება G. გვექნება 3 შემთხვევა. ეხლა პირველი შემთხვევა რა იქნება? პირველი შემთხვევა იქნება შემთხვევა, როდესაც F ძალის მოქმედებით 2, ანუ მთლიანად სისტემა აღარ დაიძვრება. უბრალოდ 2M მასის სხეული აღარ დაიძვრება. თუ F ძალის მოქმედებით 2M მასის სხეული არ დაიძვრება, ეს ნიშნავს, რომ მან ვერ დაძლია F ხახუნ 2M-ი, რომელსაც ქმნის 2M მასის სხეული. და ასევე გვაქვს F M მასის მიერ გამოწვეული F ხახუნ M. ეხლა ჩავწეროთ პირველი პირობა. F ძალამ ვერ შეძლო 2M მასის სხეულით გამოწვეული ხახუნი ძალის დაძლევა. ანუ F ძალა ნაკლებია ან ტოლი
f ხახუნ 2m-ის იგივე 2μm-ჟ-ს. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ t დაჭიმულობის ძალა არ გვაქვს. ანუ t დაჭიმულობის ძალა 0-ის ტოლია, რადგან f ძალა მოქმედებდა 2m მასის სხეულზე, ის ვეღარ დაიძრა. ანუ ძალა, რომელიც 2m მასის სხეულზე მოქმედებდა, როგორც კი 2m მასის სხეული დაიძრება, ამის შემდეგ გადაეცემა უკვე თოკის საშუალებით m მასის სხეულს. ახლა განვიხილოთ მეორე შემთხვევა. მეორე შემთხვევა მაშინ გვაქვს, როცა f ძალის მოქმედებით 2m მასის სხეული დაიძრა და ძალა გადაეცა თოკის საშუალებით m მასის სხეულს, მაგრამ m მასის სხეული აღარ დაიძრა. ანუ f ძალამ ვეღარ შეძლო f ხახუნ m-ის დაძლევა. ანუ საერთო ჯამში გვაქვს ახლა რა? f ძალა მეტია f ხახუნ 2m-ზე, ანუ 2μm-ზე მეტია f ძალა და ნაკლებია ანტოლი ორივე ხახუნის ძალის ჯამის, ანუ ნაკლებია ანტოლი f ხახუნ m პლუს f ხახუნ 2m, ანუ იგივე 3μm-ს. ეხლა t დაჭიმულობა რას უდრის? ძალების მიმართულება, დადებითი მიმართულება დავიღოთ x-ის მიმართულება, f-ს მინუს t დაჭიმულობა მინუს f ხახუნ 2m უდრის 0-ს, რადგან აჩქარება 0-ია. აქედან t დაჭიმულობა უდრის f-ს მინუს 2μm-ჟე. ახლა მესამე შემთხვევაში გვექნება, რომ f-ი მეტია 3μm-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ f ძალამ დაძლია ხახუნის ძალები. ახლა t დაჭიმულობის ძალა რო გავიგოთ ჩვენ თითოეული სხეულისათვის ცალ-ცალკე ვწერთ ნიუტონის მეორე კანონს. მოდი დავწეროთ 2m მასის სხეულისათვის. f-ს მინუს t-ს მინუს 2μm-ჟე უდრის 2m-ს. და m მასის სხეულისათვის t-ს მინუს μm-ჟე უდრის m-ს. ეხლა m-ს ფაქტიურად m-ა განსაზღვრულია და ჩავსვამთ პირველგან ტოლობაში. გვექნება f-ს მინუს t-ს მინუს 2μm-ჟე უდრის 2-ჯერ t-ს მინუს μm-ჟე. შემდეგ რო გადამამრავლებით გვექნება f-ს მინუს t-ს minus 2μm-ჟე უდრის 2t-ს minus 2μm-ჟე. 2μm-ჟეები ერთმანეთს გააბართილებს და დაგვრჩება t-ს ტოლობის მეორე მხარეს გადავიტანთ და საბოლოოდ დაგვრჩება f-ი უდრის 3t-ს და t უდრის f მესამედს.